ამ ტანების სახლში მოთამაშეებთან ორკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ შაბათს პროექტს კიდევ ერთი მონაწილე სერგი ღვინჯილია გამოეთიშა. წარმატებით შესრულებული მეგრელი ჰამლეტის, აღმოსავლური ორთაბრძოლების ახალი ვარცხნილობისა და გუნდური პრინციპით თამაშის გამო სერგი ღვინჯილიამ მაყურებელში სიმპათიის მოპოვება ნამდვილად შეძლო. შაბათს 5 ხმით 1-ის წინააღმდეგ მოთამაშემ თამაში დატოვა. ფერადის სახლიდან გამოსულ ამ ტანს გარეთ თაყვანისმცემლები და ყოფილი ამ ტანებიც დახვდნენ. ეჭვი მქონდა რომ სერგი გავარდებოდა და საბალეშკოთ მოვიდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია, უზრდილობიანესი და აი მართლა ჩამოყალიბებული ჯენტლმენი და ძალიან კაი ბიჭია და მიყვარს და ნუ რა ვიცი ბალეშკობდი გარედან სულ და ვიცოდი რა პრინციპში რომ სერგი გავარდებოდა და მოვედი საბალეშკოთ. აქ ხო კონკურენციაზეა ლაპარაკი, ვინც კონკურენტია, ის ვარდება რა, უკვე თამაშობენ რა ამ ტანები, ისწავლეს რომ ნაითამაშონ. ტრადიცია ჩამომიყალიბ და აქ დგომის და არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამარდება, ყოველთვის დაველოდებით და დამწყდება გული თითოეულის გამოვარდნაზე. არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად ვინ გამოვარდება. ეხლა ამ წუთას ძალიან მინდა რომ დავიყვირო სანდრო, მაგრამ ვიცი რომ მაგრა დასჭიან, ამიტომ ეხლა მიეჩვენია წავიდე სახლში. პროექტიდან გამოთიშული მოთამაშე უკვე ტრადიციულად ფერად სახლში ცხოვრების შესახებ შთაბეჭდილებებს კვირის ინფორმატორს უზიარებდა. დარწმუნებული ვიყავი რომ დღეს გავიდოდი. თამაშიდან გავიდოდი, იმიტომ რომ რო არ მოეცათ ხუთივეს რომ ჩემთვის შემდგაც დამოუკიდებლად არ მეცათ, მაინც მეგონა რომ გავიდოდი მე, იმიტომ რომ ფიქრობდი სანდროს იმუნიტეტი ექნებოდა და მე მაინც გასულიყნებოდი და სანდრო მე მგონი მე მიმიჩნევდა კონკურენტად წინა დღეებიდან გამომდინარე, როდესაც ლიდერები სახელდებოდა. იმიტომ რომ ერთხელ იყო ვაჯობე, მეორეჯერაც, მესამეჯერ ერთნაირი ხმები გვერგო, ასე რომ ფიქრობდი რომ სანდრო მე დამასახელებდა და ნებისმიერ შემთხვევაში გავიდოდი დამასახელებდნენ თუ არა მე დანარჩენი მოთამაშეები და უბრალოდ მინდა თქვა რომ ჩემთვის დიდი პატივია რომ აი სწორედ იმიტომ გავედი თამაში და რომ ძლიერი მოთამაშე ჩამთვალეს მიმიჩნიეს. უბრალოდ ის მომენტია რომ ძალიან წუხარ რომ მათთან ერთად ვერ გავიღვიძებ, რა ვიცი. ვერ ძალიან კარგ დროს გავატარებდი და დროს ვერ გავატარებ. შიგნით რა თქმა უნდა და გარეთ დარწმუნებული ვარ რომ სასიამოვნო თუთები გველოდები. ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, როდესაც საერთოდ შემარჩიეს აი ამ ამდენ ადამიანს შორის და საერთოდ მოხვდი ამ პროექტში. მეც მართლა რომ თავიდან არ ველოდი თუ მოხვდებოდი ამ პროექტში, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო, როდესაც მithროს რომ მე მოხვდი და ერთ-ერთი პირველი ამტანელი ვიყავ, მით უმეტესად და პირველი ხარ უფრო სხვა შეგრძნება. ოჯახში კი მოთამაშეს, რომლის ანგარიშზეც მაყურებლის მიერ გამოგზავნილი ყველაზე ნაკლებად აგრესიული SMS-ებია, ასე ხვდებოდნენ. ძალიან ესეთი კარგი ბიჭი. მოფრინდა გენაცვალე უშენოდ მოფრინდა. ასე კი არის. პირველი განცდა, იცით რა იყო ყველაზე უფრო რაღაც ერთსულოვნად რომ დაასახელეს, რატომღაც ძალიან იმოქმედა, მაგრამ მეორე კუთხით თუ შევხედავ, შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ალბათ მათთვის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და ამიტომ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება. მე ველოდი სერგი რომ გამოვიდოდა თამაშიდან იმის შემდეგ, რაც ლაშამ შეიტანა ინფორმაცია, რომ გვანცა და ნატა მეჯვარეებად მიდიოდნენ. ვიცოდი რომ არ დაასახელებდნენ სანდროს, ბუნებრივია, მიუხედავად ამისა, იმასაც ველოდი, რომ სანდროს ექნებოდა იმუნიტეტი. ნუ ახლა მე გოგონებს არ ვამტყუნებ, იმიტომ ალბათ მეც შესაბამისად მოვიქცეოდი. უბრალოდ ნათიასგან მიკვირს, იმიტომ რომელსაც მეორე კვირას ალბათ იგივე მოელის. ყოველთვის იყო უფრო პრინციპული. ჩვენ აზრს შეიძლება ითვალისწინებდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის თვითონ ღებულობდა. და აი თუნდაც ის რომ თმები შეიჭრა, ვფიქრობ რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტილება და არა ნებაყოფლობითი. იმიტომ რომ სერგი შეუძლია მეგობრის გულისთვის აღნიშნე ერთხელ კიდეც, რომ ყველაფერზე წავიდეს. მისთვის ბედნიერება არის ის, რომ სხვას ანიჭებს ბედნიერებას. ამას ვამბობ ნამდვილად გულწრფელად. ნამდვილად არ მეგონა რომ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იყო და ძალიან ბევრი ხმა ჰქონდა და მეგონა რომ გაიმარჯვებდა, არ ველოდებოდი. მეზობლობაში ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან თბილი, ძალიან უშუალო ადამიანია, ძალიან კეთილი. მთელი ეს მის მხარეზე ვიყავით, რა თქმა უნდა, და სახალისოც იყო და გვეგონა რომ ბოლომდე მიაღწევდა იმას, რომ მეგონი ბოლომდე გვინდოდა რომ ისულიყო ნამდვილად.
მე მგონი ალბათ რაღაც კონკურენცია ისეთი გაიმართა, რომ რა თქმა უნდა, ახლა სერგიმ შეიძლება იქ ვერაფერი ვერ შეამჩნია, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ახლა ჩვენ შორიდან უფრო ყველაფერი დაწვრილებით დავყავით თითქოს. კარგი ბიჭია, რა თქმა უნდა, სერგი ძალიან აი თითქოს ისეთი ხასიათები გამოავლინა, ის რაც აი ეზოშიც არ გამოუვლენია. როგორც მოთამაშეებმა აღნიშნეს, სერგი ღვინჯილია მათთვის სერიოზული კონკურენტი იყო. მისი თამაშიდან გამოთიშვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თუმცა ორი კვირის განმავლობაში უკვე ყოფილმა ამტანმა მაყურებელსა და თავად მოთამაშეებში კეთილგანწყობის მოპოვება ადვილად მოახერხა.